მონასტერში 4 ბერი ცხოვრობდა. ერთხელ ერთი მათგანი ტყეში წავიდა შეშის მოსატანად. წინ ბინძური და უწმინდური სული გამოუხტა და შეუღრინა. ახლა შეგჭამ. ბერს შეეშინდა და უკან გაიქცა. მორალი: თუ გასვრის გეშინია, ტყეში ნუწახვალ. ახლა მეორე ბერი წავიდა ტყეში, ალბათ უფრო გაბედული და ჭკვიანი. მასაც გამოუხტა ბოროტის სული იგივე მუქარით. ახლა შეგჭამ. ბერმა უკან არ დაიხია და პანღურით მოისროლა უწმინდური სული. ცხადია მისი სიბინძურე ფეხზე მოედო და აქოთდა. მორალი: შეიძლება უწმინდურება ხელისკვრით მოიშორო, მაგრამ მისი კვალი შეგრჩება. წავიდა ტყეში მესამე ბერიც. იგივე სურათი, უწმინდური სული ჩვეული სიტყვებით. ახლა შეგჭამ. არა, უპასუხა ბერმა, ეს მე შეგჭამ და შეჭამა. ალბათ მიხვდით რა გემოსაც ჩაატანდა. მორალი: შეგიძლია უწმინდურება ჩაყლაპო, მაგრამ მისი გემო შენში რჩება. და წავიდა მეოთხე ბერი ტყეში, იგივე გზაზე. გადმოუხტა უწმინდური სული და შეუყვირა. ახლა შეგჭამ. ბერმა მდუმარე დაუარა გვერდი. ბოროტის სული რაღაც დროის განმავლობაში აედევნა და უყვიროდა. შეგჭამ, შეგჭამ. შემდეგ კი მწარე დატირდა. გაიქცა და ჭაობში ჩაიხრჩო. იმიტომ რომ მისი ცხოვრების აზრი ბერის ცხოვრების გასვრა იყო. მორალი კი ასეთია. თუ ცხოვრებაში ბინძურსა და უწმინდურს გადაეყარე, მნიშვნელობა არ აქვს სიტუაციაა ეს, რაიმე გარემოება თუ კონკრეტული ადამიანი. გვერდი აუარე მას. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე. უფრო მეტი სასარგებლო რჩევის მისაღებად კი გამოგვიწერე.